მოგესალმებით, ძირფესო მეგობრებო. ვინც არ იცის, შეგახსენებთ, რომ ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. 10 რიცხვისთვის დაახლოებით დაიდება სანთლის ისინი, რა ქვია, წმენდების, ეხლა Facebook გვერდზე დავასრულო ჯერ, იმიტომ რომ მუშაობის დროს ძალიან რთულია თან მაგ ვიდეოს ატვირთვებზე ვიმუშაო, ისედაც დაახლოებით დღეს არის 3 დღეს არის 3 10 არის ორშაბათი. კვირის ბოლოს 7-8 რიცხვში შეგიძლიათ, ვისაც გაინტერესებთ, მოიკითხოთ თქვენზე ინფორმაცია და სკრინებსაც მიიღებთ, რა თქმა უნდა, ვისაც აინტერესებს. კარგით, ნახოთ რა ხდება თქვენს თავსება. ატყობ რაღაც ისევ ძველზე მომიწევს აქ საუბარი. ჩემო კარგებო, იცით რა არის? დედა რა არის? აღარ მაცლის ლაპარაკს ხომ? ასეთ რაღაცას ვაკეთებთ, ვინც სახლებში ხართ, სადაც არ უნდა იყოთ. გაბზარული ძველი ნივთებით თუ შესაძლებელი არის მაქსიმალურად ამოცვალეთ, იმიტომ რომ ძველი ნივთები თქვენ ნუგონიათ, რომ აი ეს მაგი და ეს ყველაფერი მეხსიერება თითქოს არ აქვს. მეხსიერება ყველაფერს აქვს. დაუშვათ ეხლა აი ეს ჩემი მაგი და მოვინდომო ან ვიღაცა წლების შემდეგ ხო, კაცო, გაყიდვაზე ხო არ არის, ეხლა გაყიდვის აღანამდვილად არ მინდა რამეს დავარქვა, მაგრამ 100 წლის მერე ვიღაცის საკუთრებაში დავუშვათ გადავიდა. სიტყვაზე ვიძახით. თუ ეს არ გასუფთავდა, წარმოიდგინეთ ახლა აქ რა ხდება. ეს აურა მაინც ექნება, შეიძლება ძალიან ფაქიზი ადამიანის სული, ვიბრაციებს როგორ ცნობს, ხო? როგორ არის, იცით, რაღაც რომ შეხედავს, დაუშვათ აი ამ კარადას მთლიანობაში. ეს ნივთები არ იქნება, მაგრამ რაღაცა აურას იგრძნობს აუცილებლად, სხვანაირს. შეიძლება სასიამოვნო, შეიძლება არასასიამოვნო. გააჩნია თვითონ რომელ მასში იქნება ვიბრაციებში. თუ ეზოთერიკა მისთვის მიუღებელი არის, ან შიშს გვრის ესეთ რაღაცები, აუცილებლად არასასიამოვნო ვიბრაციები წამოვა მასთან, თორემ მე ამას ზოგადად ყოვლწმინდა ვასუფთავებ, ანუ ცუდი ენერგიისგან. ნახეთ, აი ზუსტად ასე არის. თუნდაც სახლის მშენებლობა, აი ახალ ადგილზე დაფუნძნდით, რაღაცა გადახვედით. იმ ადგილას შესაძლებელი არის, სადაც ეს სახლი აშენდა, წლების წინ, 50 წლის, 100 წლის წინ. რაღაცა ისეთი ტრაგიკული მოხდა, ან შეიძლება დაბინძურებული ენერგეტიკულად ის ადგილი, რომ ზუსტად აი მაგას აქვს გავლენა იმ ფუძეზე. აქ მანდა მაინც შესაძლებელია თქვენი სახლი არაფერ შუაში არ არის. ეს ერთი. მერე კიდევ არის ესეთი რაღაცაც. აი თუნდაც მშენებელი. რატომ არის აუცილებელი გაწმენდა სივრცის? ალბათ ამ სახელს დავარქმევ ამ გაშლას. ნახეთ, თუ დავუშვათ ხელოსანი ან მშენებელი, ვინც აშენებს ამ სახლს და დავუშვათ იმ დროს აქვს ოჯახური პრობლემა, ან გაბრაზებულია, ან რაღაცა ძალიან მძიმე და ხელოსნებს უმეტესობას ეხლა
იცით რომ ყოველთვის რაღაცა პრობლემები ფინანსური მაინც. ნახეთ, ის ხო ფიქრობს, ფიქრის დროს ლესავს, აშენებს და შიგნით ენერგია, ნახეთ როგორი იტება. რა თქმა უნდა, მაგას მნიშვნელობა აქვს, მაგას ვინ გააკონტროლებს ახლა. ძალიან რთულია ამის ისეთი ხელოსანის პოვნა, რომ ძალიან თუმცა ფიქრებს ვერავის გავკონტროლებთ, ხო? მაგრამ აი ზუსტად ამიტომ ის კედლებს დამახსოვრებული აქვს ის ენერგია, როგორადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ ეს და აუცილებლად ჭირდება იმ სივრცეს გაწმენდა, გასუფთავება. და მით უმეტეს ოჯახში თუ შეხვედით ისეთ ოჯახს, სადაც ჩხუბი იყო, თუნდაც სხვების არა, აი თქვენ ხართ პირველი მაცხოვრებელი, მაგრამ თქვენს წინაპრებს გქონდათ, ხო? ან ოჯახში რაღაც იყო წლების წინ და მერე დალაგდით სიტყვაზე. ფინანსური კრიზისი, ყველა ოჯახში ასეთი რაღაცა მაინც არის ყველგან არის რა ეს პრობლემა, მით უმეტეს 90-იანების გამოვლილები ვართ ჩვენ ხალხნო, ხო? ამიტომ ენერგეტიკულად მანდამაინც ჯადო არ არის. და მით უმეტეს ახლა ჯადოთი თუ არ დანაგვიანებული ხო საერთოდ. აი ამიტომ აი ამ ყველაფერს ჭირდება გაწმენდა, გასუფთავება. ეხლა რა ხდება? და თქვენ თუ მით უმეტეს გატეხილი, გაბზარული რაღაც ძველი ნივთები გიდევთ. აი მან უკვე რაღაც ნეგატივი აიღო, დაზიანდა, აი всё გამოვიდა მწყობრიდან. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. ადამიანი ძალიან უცნაური თითქოს ახლა ისე მოგეჩვენოთ ადამიანი და ნივთი ერთია, მაგრამ მე გეუბნებით კაცო კითხვას გისვამთ, რომ დაფიქრდეთ, რას ვამბობ, სწორად გაიგეთ. ადამიანი რომ გარდაიცვლება, ცხოველი გარდაიცვლება, რას აკეთებთ? ის სახლში გიდევთ ისე? ადამიანი რო გარდაიცვლება, იმხელა რიტუალებს აკეთებთ და რა ქვია, შელოცვები და განბანა და სარკე ჩამოაფარე და ისქენი და ესქენი და მიაბრძანე და იმხელა პატივი არის და ლოცვების კითხვა 40 დღიანი და რავი მე და ზოგიერთი ცხოველსაც მასე იმაშვება, რა ქვია, სხვათა შორის არიან, ხო? თავისი ცხოველის ის აქვს საზაფლაო ბერს. ეს არ არის გასაგვირია საქართველოს ჟუგურთის ის რაღაცები თორემ. ხო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აი ჩიტი რო ყავდეს თუთიყუში ახლა სახლში ისე თქვა რაღაცა, იმასაც ხო სახლში არ გააჩერებ. აი გაფუჭებული ნივთი, გატეხილი ნივთი ზუსტად ასე არის. მოკვდა, всё, აღარ არის, გაფუჭდა, გატყდა. გადააგდე ადამიანო. აი მე რა მიგურს იცით? ეხლა ესეთი გაჭირებული თუ არის ადამიანი, რომ მეტი არა აქვს. რა ვიცი, ლარად იყიდება პლასმასის ჭიქები, ჯობია დაუშვათ ის იყიდოთ, ვიდრე ეს გატეხილი ნივთები გქონდეთ ოჯახში. მაინც გაითვალისწინეთ. ნახეთ, მაინც უნდა გადააგდოთ, მე ასე გეტყვით. იმიტომ რომ თქვენ სანამ ამას არ მოიშორებთ და არ გაასუფთავებთ იმ სივრცეს ყოველთვის აი ესე დავუშვათ უკიდურეს მდგომარეობაში იქნებით ან ფინანსურად ან ენერგეტიკულად. ეხლა რა ხდება? როდესაც ამხელა დაბინძურება არის რაღაცა, ძალიან რთულია იმ სივრცის გაწმენდა თქვენ თვითონ ეს მოახერხოთ. მაგრამ უნდა შეძლოთ. თუ მით უმეტეს დამხმარე არ აყავთ. ძალიან რთული არის. მესავსებით მისმის ეგ თემა და ვიცი რას ნიშნავს. მაგრამ როდესაც კვეიცი სად არის, ნახე, თავარი პრობლემა ის უნდა მოაგვაროთ. და თუ ყველაფრის შეცვლას მოახერხებთ, ხო, საერთოდ ძალიან კარგი იქნება. აქ პირდაპირ იცით რა არის? ისეთ რაღაცებზე არის აქ აქცენტი. თქვენ არ გინდათ ან დაიჯეროთ, ან ვერაცნობიერებთ. შეიძლება ეს გაშლაც ვერ გააცნობიეროს ბევრმა თქვენთაგან. სარკეები. გატეხილი სარკე ახლა ყველა მიცით, ეს ისეთი თემა არის,
რომ არ მგონი ადამიანი ეს რომ არ იცოდეს, სახლში არ უნდა გქონდეთ, ხო? მაგრამ ძველ სარკეებსაც სჭირდება გაწმენდა. თუ ბევრი სარკეები სახლშია, აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. აუცილებლად. და კარები. ბევრი ადამიანი არ აქცევს კარებს ყურადღებას. კარები უნდა გაიწმინდოს. შემოსასვლელი კარები. არავით არის შარდი. არ ვიცი ვიღაცამ თქვა შეიძლება ახლა აქ. ან სხვათა შორის მე მქონდა ერთხელ ესეთი შემჩნევა, კარებზე ვიპოვე რაღაც ისეთი ქონი იყო მოცხებული, პირდაპირ აი ქონი. ქონის ჩემი კარებზე რაზე აცხებ, მარტო ვცხოვრობ, ახლა ადამიანი მაინც რაც არ უნდა იყოს, ხო და ვის უნდა ვეჩხუბო? მაგრამ ეს ახლა უბარაქობაზე იყო ზუსტად ვიცი. ნახეთ და მითხრა ეს რო ვთქვი, ადრე იყო ეს გაწლების უკან. და რომ ვთქვი, რომ ესე ვუთხარი ერთ-ერთ ადამიანს, დავილაპარაკე, სალონში დავილაპარაკე რა გოგოთან. და შარდით გაწმინდი ასექენი შარდით ეს არის შენი ბიომასალა, პირიქით უფრო აძლიერებს. შენს ბიომასალაზე ჯადო კეთდება ადამიანო. და შენი ბიომასალი პირიქით აძლიერებს. არავითარ შემთხვევაში შარდი არ გამოიყენოთ. მარილიანი წყალი. ესე იგი შარდი მარილიანია და არა გენეთ. არა. თქვენი ბიომასალა ასეთ საქმეებზე არ უნდა გამოიყენოთ. ზოგჯერ არის კიდე რაღაცა ნივთებს იპოვიან და უნდა დააფსავოს ძახიან ზედ. რა სისულელია ხალხმა. არა. ეს არ გააკეთოთ. მარილში შეგიძლიათ დაფლათ, დააყაროთ მარილი, შავ პარკში გაახვიოთ და შემდეგ უკვე მას კიდევ სხვანაირი განეიტრალება სჭირდება, თუმცა ეს შეგიძლიათ ესე გააკეთოთ. არც გაბედოთ ჩემთან რაიმე მსგავსი რაღაცეების სურათების ჩაყრა. ეხლა რა შეეხება, ხო, კარები უნდა გაიწმინდოს აუცილებლად და მიაქციეთ მაგას ყურადღება. ნივთებიდან შევთანხმდით, რომ წმინდავთ ყველაფერს. თქვენ წარმოიდგინეთ, აი ფეხსაცმელებით, რომელსაც არ იყენებთ და წლობით გიდევთ. აუცილებლად ესეთი ფეხსაცმელებიც უნდა მოიშოროთ. გასაწმენდი და ესე რომ ვთქვათ, აქ არის პირდაპირ. იცით როგორ უნდა მიხვდეთ, რომ დავუშვათ სახლი არის დაპინძურებული, რადგან სახლზე პირდაპირ ეს დამიფიქსირდა და რა ვქნა ახლა. აუცილებლად გექნებათ ესეთი შეგრძნება, გარეთ გადიხართ და აი ყველაფერის აკეთებთ. გონიათ რომ ეხლა რომ მივალ ასე ვიზა ენერგიაც მოდის, რაღაცა გეგმები გაქვთ, როგორც მივალ ამ საკითხს მოვაწესრიგებ, აი რავი, სხვანაირი ხართ. კარგი, ხო? უფრო ცოცხალი. სახლში შედიხართ და როგორც კი შეხვალთ, ყველაფერი გავიწყდებათ. მოდი მერე ვიზამ, ხო ეხლა რა უნდა გავაკეთო? აი რაღაც გონებ რა გაქვთ გასაკეთებელი თითქოს დაგავიწყდეთ. მერე უკვე დუნდებით სიტყვაზე დავუშვათ შეიძლება უფრო მეტად ნაყრდებით, ესეც კი ნეგატივმა იცის უაზრო დანაყრების შეგრძნება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ ეზოთერიკოსები მაგალითად წონაში იმატებენ. არ ვიცი გაქვთ თუ არა შემჩნეული, კი, იმიტომ რომ ვინც ნეგატივზე მით უმეტეს მუშაობს. არა, ის იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი ბინძურდება, იცის. წმენდების დროს განსაკუთრებით იცით, როგორი მოშიება იცის, თითო. არ შეიძლება იმ დროს ჭამათანაც, ეს კარგად იცოდეთ. ხო. ამიტომ არის ესეთი რაღაცები წდება. არის ეგ. გაცრავად. კარგით, ნახოთ რა ხდება აქ კიდევ თქვენთან.
როგორც კი ამ სივრცეს გაასუფთავებთ, თქვენ ეგრევე იგრძნობთ უკვე გადახვალთ სხვა ენერგიებში. აქ როგორ მომენტში ხართ, იცით, იბრძვით რაღაცას იმაშვებით და მერე გაკორვებული ხართ. მერე რა ხდება ნეტა? ვერ ხვდებით ხო რაღაცებს? სახლზე საუბარი დავასრულე? ნუ მოკლე მონახაზი გაგიკეთეთ ყოველ შემთხვევაში. აი აქ, როგორც კი გაასუფთავებთ თქვენ სახლს, ეგრევე მერე იგრძნობთ, ასე ვთქვათ, წინსვლას. იცით რა არის? შეიძლება არის ახლა ადამიანები ძალიან იშვიათად რეცხავენ ფარდებს. ესეც არის. ზოგადად ჭუჭყი იკავებს ენერგიას. მოდი ასე გეტყოდით. შეიძლება დააკვირდით სახლში რომელიმე ადგილი განსაკუთრებულად ბინძურდება. რომელიმე ადგილი. აი სხვაგან არსად აი რომელიმე ბინძურდება. ხანდახან არიან ადამიანები აკეთებენ აქცენტს რაზე? ჭრამდენიც არ უნდა დავალაგო, დაულაგებელია. ხო მოუწმინდე, მოვაპრიალე და იმდენი მტვერი შემოდის გარედან, არა ხალხო. არა. ეხლა ქუჩის პირას ვინც ცხოვრობს პირველ სართულზე, ნუ იმათი არ ვსაუბრობ, მაგრამ გარედან კი არ შემოდის ამ ხელა მტვერი. არ ვიცი ეს რაღაც უხილავი მისტიკური საკითხი თემა არის. თქვენი სახლი ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, რომ არის ძალიან დაბინძურებული. ამ შემთხვევაში აკეთებენ გენერალურ უბორკას, ზოგადად, რასაც უკაცრავად გენერალ დასუფთავება, ზოგადად რუსული სიტყვების, რუსულად არ ვსაუბრობ, მაგრამ ნუ რა ვიცი, იმდენი რუსული სიტყვა მაქვს ლექსიკონში, მე თვითონ შოკირებული ვარ. ხო და ნახეთ როგორი რაღაც არის გენერალური დასუფთავება. როდესაც გენერალურად ასუფთავებ სახლს, უფრო ინარჩუნებ თითქოს ისუფთავეს. ხო გაქვთ ეს შემჩნეული, აუცილებლად გექნება შემჩნეული. ხო, თუ ისე მიყვებით, არ არის ის პეწი არ არის რაღაც ის კი სუფთა თითქოს, მაგრამ რაღაც აკლია მაინც. აი ეს გაკრიალებულ თემას ვიძახი მე თორე უბრალოდ მისუფთავებულს არა, გაკრიალე, რო შეხვალ და სხვანაირად ფსინავს ყველაფერი სახლში. და ეს ასევე ხდება ენერგეტიკული დაბინძურებიდან ამის თქმამით. ამიტომ მარტო გენერალური დასუფთავება ზოგჯერ სახლს არ ყოფნის. თუ თქვენი სახლი არ სუფთავდება და ესეთ რაღაცას ამჩნევთ, აუცილებლად უნდა გაასუფთავოთ. გაწმინდოთ. უპირველესად ეს როგორც გითხარით, რა თქმა უნდა, ბოლოს უკვე მარილიანი ჩვარით ჩამოიაროთ ყველაფერი. შეგიძლიათ აკურთხოთ, შეგიძლიათ სანთლებით შეიძინოთ სპეციალური, რომელსაც ვამზადებ. თუმცა ერთი სანთელი ცოტა ისეთი არის. იქ სამი ყველაზე მცირე არის ზოგადად რომ იცოდეთ. და ერთ დღეში ეს არ გვარდება, 3 დღე უნდა აკეთოთ, ანუ და ნუ ყველასთან ინდივიდუალური არის ეს შეიძლება სხვანაირად უთხრა, მაგრამ ყველაზე მე გეუბნებით ბიუჯეტური მცირე ხელმისაწვდომი ვარიანტები. ასევე კურთხევა, რამდენჯერმე უნდა აკურთხოთ სახლი. სხვა რა თქმა უნდა პრაქტიკებიც ვიცით არსებობს და არის, მაგრამ ასე საჯაროდ მე არ ვაპირებ ჯერჯერობით რაღაცების გაშხერებას. აქ უკვე ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება თქვენი განახლება. ძალიან კარგი სრულების ასრულება, ძალიან კარგი წინსვლა, სწორი მიმართულების პოვნა, რაც მთავარი. ყველაზე მთავარი ზოგადად ეს არის, აი სწორი მიმართულება იპოვოს ადამიანმა. კი, ნახეთ კრიზისიდან გამოსვლა, მაგრამ თქვენ უნდა შეიწუხოთ თავი. თქვენ უნდა იშრომოთ, თქვენ უნდა იმუშაოთ, თქვენ უნდა, რა ვიცი, მიდგეთ, მოდგეთ, მარცხნივ და ასე შემდეგ. გაიგეთ? აი ამის შემდეგ გამოხვალთ უკვე თქვენ ამ ენერგიობიდან თითქოს როგორ ახართ, იცით?
ვიცtilobთ აქ მთლად ისე ან წოლი არის, ან მთლად ისე მოღვინთილია, ცtilobთ ამას, მაგრამ აი ჯახირობთ. ამიტომ ეს თემა გაითვალისწინეთ და მე მჯერავს, რომ გაითვალისწინოთ და უბრალოდ არ ისმენთ და ინფორმაციული იყო. ვინც იცოდით, ვინც არ იცოდით, ახლები გვემატებიან გენაცვალეთ და ასევე შეხსენებად სჭირდება ბევრ მათგანს, ხო? ნახეთ, მე არასდროს არ მაქვს ის დამოკიდებულება, რომ თქვენ რამე არ იცით. ჩემზე უკეთესად იცოდეთ, შეიძლება რაღაცა საკითხი, შეიძლება არც იცოდეთ, ახლა ყველაფერი ვარ გეცოდნენ ადამიანს, მე არ ვიცი ყველაფერი კაცო. მაგრამ მე რას გულისხმობ? საჭირო დროს ის საჭირო რაღაცა არ გახსენდება ადამიანს. ესეც ხო ხდება. შესაძლებელია ნახე ძალიან ბევრ ვარიანტებს თქვენ განიხილავთ, ყველაფერს ხედავთ, მაგრამ რაღაცა ერთი მომენტი თუნდაც დაგრჩა თქვენ შემჩნეველი. აი ზუსტად მაგას ემსახურება ჩემი გვერდი, რაღაცა ის რაც თქვენ შემჩნეველი დაგრჩათ, რაც თქვენ დაუშვათ ვერ გაიაზრეთ, ან არ გაგახსენდათ საჭირო დროს, აი ეგ ინფორმაცია როგორღაც მოგაწოდოთ. მეგისურვებ წარმატებებს, შეგიძლიათ დალაიქოთ და დაკომენტაროთ გვერდი. რა გემშვიდობებით, დროებით.